ნიკოლას კრისტოფი აშკარა ანტისემიტია, რასისტი, ქსენოფობი, ისრაელის მოწინააღმდეგე, ფაქტების დამახინჯებელი, კანონების დამახინჯებელი და მატყუარა. მისი სვეტი ჩემს სიცოცხლეში ნანახტაგან ყველაზე მეტად სიონის უხუცესთა პროტოკოლებს გავს. მოგესალმებით ჩვენს გადაცემაში ჩვენი ახლო აღმოსავლეთი. მე ვარ დენ დაიკერი. ჩემთან ერთადაა ჩემი ძვირფასი მეგობარი და კოლეგა უკვე 300 წლეულის განმავლობაში ხალედ აბუტაუმე და ჩვენ მოგიტანთ ახლო აღმოსავლეთის პერსავლეთის პერსპექტივიდან. დღეს ხალედთან ერთად ძალიან გვიხარია და პატივია რომ გვყავს. უბრალოდ შესანიშნავი და განსაკუთრებული სტუმარი პროფესორი ალან დერშოვიცი, ალბათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე სამართლის პროფესორი. 50 წელზე მეტი გამორჩეული სამსახური და მენტორობა უამრავი ახალგაზრდა იურისტისთვის. ასევე მრავალი წიგნის ავტორი ანტისემიტიზმის, სამართლისა და სხვა მრავალ საკითხზე. პროფესორ დერშოვიც, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ იერუსალიმში ყოფნა, თუნდაც ზუმით. ძალიან კრიტიკულ მომენტში, როდესაც New York Times-მა და მისმა კოლუმნისტმა Nick Kristof-მა გამოაქვეყნეს. რა ყალიბდება ან როგორ ესმით ეს ისრაელში? ყველა პოლიტიკურ სპექტრში, მარცხენიდან ცენტრამდე და მარჯვნივ, ამას აღიქვამენ როგორც ნამდვილი პროპაგანდის ნაწილს. სერიოზული ბრალდებები, რომ ისრაელმა ძაღლები გაწურთნა პალესტინელების გაუპატიურებისთვის და სისტემური ბრალდება პალესტინელების სისტემურ გაუპატიურებაში, რომლებიც ისრაელის ხელისუფლებამ დააპატიმრა და დააკავა. ვინდოდა თქვენი აზრი გაგვეგო იმ უახლეს ამბავზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდონ სარმა დაავალეს ისრაელის სამართლებრივ ორგანოებს. სარჩელი შეიტანონ ცილისწამებისა და რეპუტაციის შელახვის ბრალდებით ამ სტატიის ავტორისა და გამომცემლობის წინააღმდეგ, რომელიც ამ ორშაბათს New York Times-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. რამდენად გონივრული ან შესაძლებელი შეიძლება იყოს ესეთი სარჩელი ამ კონკრეტულ სიტუაციაში? მოდი დავიწყოთ თავად სვეტით. ნიკოლას კრისტოფი აშკარა ანტისემიტია, რასისტი, ფანატიკოსი, ისრაელის საწინააღმდეგოდ, ფაქტების დამამახინჯებელი, კანონის დამახინჯებელი და მატყუარა. და ის ესეთია, იცით, იმ დროიდან, რაც New York Times ვადევნებ თვალს, ის ერთადერთი ესეთი ადამიანი არ არის თავის ოჯახში. ამაზე აღარ შევჩერდებით, მაგრამ ის საშინელი ადამიანია. და მისი სვეტი ყველაზე ახლოსაა იმასთან, რაც ჩემს ცხოვრებაში სიონის უხუცესთა პროტოკოლებს გავს. პროტოკოლები, ისევე როგორც ეს სვეტი, თითქოს ფაქტებზე იყო დაფუძნებული. ეს არ იყო მოსაზრებები. პროტოკოლების გამყალბებლები ამბობდნენ, ჩვენ გვაქვს ფაქტები. ჩვენ ვიცით, რომ ებრაელი ლიდერები იკრიბებიან და აკონტროლებენ სოფლიოს. ისინი აკონტროლებენ ეკონომიკას. ეს არ იყო მოსაზრებები, ეს იყო თითქოს ფაქტები. და ზუსტად ეს გააკეთა ქრისტოფმა. მან თითქოს რეპორტაჟული სვეტი, რომელიც ფაქტებს აშუქებდა, მოსაზრებად წარმოაჩინა, რათა ეცა და დაეცვა ის უკანონო ქმედებისგან, მაგრამ ის ვერავის ატყუებს. ეს არ არის მოსაზრებები. მან არ თქვა, ჩემი აზრით, ისრაელი ძაღლებს ასწავლის პალესტინელების გაუპატიურებასო. მან თქვა, რომ ეს ფაქტია. და მან თითქოს ციტირებაც კი მოიყვანა ვიღაცისგან, ვინც ესეთი გამოგონილი სისასტიკის მსხვერპლი იყო. ამ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებსა და ჯგუფებს შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ ცილისწამებისთვის, მე მგონია, რომ ძალიან ძლიერი საქმეა. არაშეერთებულ შტატებში ისრაელს სარჩელის შეტანა არ შეუძლია. საგარეო საქმეთა სამინისტრო სარჩელს ვერ შეიტანს. მხოლოდ ფიზიკური პირები, ან კორპორაციები და ასე შემდეგ შეიძლება გახდნენ ცილისწამების მსხვერპლი. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ცილისწამება მოხდა. და ალბათ დიდი ბრიტანეთის, კანადის, შეიძლება ავსტრალიის, შეიძლება ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით, ეს პრეტენზიები შეიძლება სასამართლოში განიხილონ. ასე რომ არა შეერთებულ შტატებში, მაგრამ კი სხვა ქვეყნებში, რომლებშიც სიძულვილის ენის გამო ცილისწამების სარჩელის შეტანა დასაშვებია. პროფესორ დერშოვიც, რატო ფიქრობთ, რომ New York Times-მა ეს როგორც მოსაზრება გამოაქვეყნა და არა როგორც ახალი ამბავი ან რეპორტაჟი? ეს მათ გარკვეულ სამართლებრივ იმუნიტეტს აძლევს სარჩელების წინააღმდეგ. არა იმუნიტეტს, არამედ საფარს. ეს უფრო და უფრო ხშირად გააკეთეს. მათ გამოიგონეს ახალი ჟურნალისტური ან ანტიჟურნალისტური ალისტური კონცეფცია,
რომელსაც ამბების ანალიზი ქვია და პირველ გვერდზე ათავსებენ და აძლევთ საბაბს, რომ ჩვეულებრივი მოსაზრებები კანონად გამოაქვეყნა. ეს საპირისპიროა. აქ კი აქვეყნებენ ანგარიშებს, რეპორტაჟულ ინფორმაციას, სავარაუდო ფაქტებს და ამას მოსაზრებას უწოდებენ. ასე შეშუში ცილისწამების კანონი ასეთია. ვერავინ გიჩივლებს შენი მოსაზრების გამო. მაგალითად შემიძლია ვთქვა, დენ დაიკერი პუცია, ასე არ არის, ის ჩვეულებრივი ბიჭია. მე დაცული ვარ, რადგან პირდაპირ არ მithქვამს. არ მithქვამს, რომ ის პირდაპირ პენისია. ვგულისხმობდი, რომ მას აქვს ისეთი თვისებები, რომ შეიძლება ასე უწოდო. ასე რომ კანონი აშკარად არჩევს აზრსა და დამადასტურებელ ფაქტებს შორის. მაგრამ თუ ფაქტი დასამოწმებელია, თუ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში არსებობს ემპირიული უარყოფითი წინადადება, რომელიც შეიძლება დამტკიცდეს, მაშინ ეს განიხილება არა როგორც აზრი, არამედ როგორც ფაქტი. და სტატია მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად გამოგონილია და შეთხზულია, თითქოს ფაქტების გადმოცემას ცდილობს. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს კანონი ფაქტებთან დაკავშირებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ნაგვის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც თქვი, მათ შორის რაც ოდესმე მინახავს, ყველაზე მეტად სიონის უხუცესთა პროტოკოლებს გავს. მე უნდა დასვათ კითხვა. რატო გამოაქვეყნებდა New York Times-ი ამას? ქრისტოფ სანდოობა არ აქვს. მას აღიქვამენ როგორც პოლემისტს, პოლემიკის მოყვარულს. მას აღიქვამენ როგორც ადამიანს, რომელიც არჩევს და არჩევს იმას, რაც სურს. და რამდენი ხანიც მე მას ვიცნობ, ყოველთვის ანტიისრაელურად იყო განწყობილი. ის თავის ანტიისრაელურ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების დაცვის სახელით ფარავს, მაგრამ არ წერს იმ მრავალმძიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაც ხდება. ან სულ მცირე ის ისრაელსა და პალესტინელებს აყენებს პრიორიტეტად სხვა მრავალ დარღვევაზე, რაზეც შეეძლო დაეწერა. ესე რომ იცოდეთ, ის არავის უნდა კონდეს თანაგრძნობა New York Times-ის მიმართ. და მათ განზრახ ისე შეარჩიეს დრო, ისე რომ გადაეტანათ ყურადღება ძალიან სანდო ანგარიშთან, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. გაუპატიურების შესახებ, რომელიც მოხდა და სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც მოხდა 7 ოქტომბერს და მძევლების აყვანის დროს. ეს იყო New York Times-ის განზრახ გეგმა ისრაელის წინააღმდეგ ემოქმედა. New York Times ძალიან დიდი ისტორია აქვს ანტისემიტიზმის. ეს იწყება იმით, რომ ჰოლოკოსტის შესახებ არ გააშუქეს ინფორმაცია. დებორა ლიფსეტნო მთელი წიგნი დაწერა ამაზე, სახელწოდებით Beyond Belief, სადაც აღწერს, როგორ მალავდა New York Times-ი ჰოლოკოსტის ამბებს. ისინი სტალინს აქებდნენ იმ დროს, როცა სტალინი ებრაელებს ხოცავდა. ისინი კატეგორიულად ისრაელის წინააღმდეგ იყვნენ. და ეს არის გრძელი ისტორია ებრაელების საკუთრებაში არსებული გაზეთისა, რომელიც ებრაულია მხოლოდ იმ გაგებით, რომ ზალცბურგერები ებრაული წარმოშობის არიან. მაგრამ იცით, ეს დღეს ყველაზე ანტიებრაული გაზეთია შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთი ასეთია მსოფლიოში. ესე რომ, იცით, ბევრი ადამიანი, ვისაც ვიცნობ, გააუქმა გამოწერა New York Times-ზე. ეს არაფერს შველის. New York Times-მა დაკარგა ბევრი მკითხველი და ბევრი ონლაინ მკითხველიც, მაგრამ მაინც ეს ძალიან ძლიერი პროპაგანდის ინსტიტუტია შეერთებულ შტატებში. იცით, ის ჯერ კიდევ მთავარ გაზეთად ითვლება ბროდვეის სპექტაკლებთან და კონცერტებთან დაკავშირებით. თუ New York Times-ში ცუდ რეცენზიას მიიღებ, ალბათ დაიხურები. ანუ თქვენ რეალურად ამბობთ, რომ იურიდიული თვალსაზრისით არაფერია, რისი გაკეთებაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით. არა, შეერთებულ შტატებში ამასთან დაკავშირებით არაფერია რისი გაკეთებაც შეიძლება. სხვა ქვეყნებიც არსებობს. გახსოვდეთ, New York Times-ი საერთაშორისო გაზეთია. ლონდონში მაგალითად შეგიძლიათ, რადგან ლონდონ ძალიან მკაცრი ცილისწამების შესახებ კანონები აქვს, როგორც მე ვიცი. მაგრამ მათ ტურისტული კანონებიც აქვთ. ისინი არ გაძლევენ უფლებას, ადრე არსებობდა ეგრეთ წოდებული ცილისწამების ტურიზმი. ანუ ადამიანები სპეციალურად უჩივლებდნენ ლონდონში, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ამიტომ იქ სასამართლოები ძალიან ღელავენ ამაზე. პრობლემა ისრაელთან, რა თქმა უნდა, ის არის, რომ შეგიძლია შეიტანოს არჩელი ისრაელში და შეიძლება მოიგო კიდეც, მაგრამ თითქმის ვერაფერს აიღე. ამიტომ ისრაელთან დაკავშირებული საკითხია სარჩელის შეტანა და გადაწყვეტილების მიღება. ეხლა მას არ ექნება იგივე სანდოობა, როგორც შეიძლება კონდეს სარჩელს სხვა ქვეყანაში და ისინი ბევრ ფულს ვერ აიღებენ. მაგრამ საკითხი არ არის New York Times-ისგან ფულის ამოღება, საქმე მის დისკრედიტაციაშია. ეს არის მის წინააღმდეგ წასვლა იდეების ბაზარზე, სადაც თავადაც მოქმედებს და ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამოთხოვა.
და New York Times-ის ადვოკატებთან, ქრისტოფთან და სხვებთან ერთად დასხდომა და მათგან ფიცის ქვეშ ჩვენების მიღება და გამოკითხვა თუ ვინ არიან მათი წყაროები. და ვნახავთ დაუშვებს თუ არა სასამართლო მათთვის წყაროების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ რეალური კითხვებია მინიმუმ ზოგიერთი წყაროს სანდოობაზე. ეს მართლაც განსაკუთრებულია, პროფესორ დერშოვიც. ჩემს მარცხენა ხელში მჭირავს საავტორო სტატია, რომელსაც ქვია The Silence That Meets the Rape of Palestinians. და ეს უფრო მეტია ვიდრე ირონია, რომ ოფიციალური ანგარიში 10,000 წყარო, 300 გვერდიანი ანგარიში, რომელიც ისრაელის სახელმწიფომ გამოაქვეყნა და ქვია Silenced No More. Sexual Terror Unveiled. სათაურების მსგავსება საკმაოდ გამორჩეულია. ისევე გამორჩეულია დროითი დამთხვევაც. ხალედ როგორც შენ და მე ვისაუბრეთ, მათ შორის სულ რამდენიმე საათი იყო. ასე რომ ეს აშკარად გავს ისრაელის ოფიციალური ანგარიშისთვის წინსწრებას, რომელიც რეალურად ჰამასის მიერ არის დოკუმენტირებული და არა ისრაელის მიერ ფოტოებითა და ვიდეოებით. და ხალედ იქნებ გაუზიარო პროფესორ დერშოვიც ჩვენს მაყურებლებს და მეც. შენ ხომ პალესტინისა და არაბული სამყაროს საკითხებში ექსპერტი ხარ. ეს სტრატეგია, რომელიც New York Times-ის პირველ გვერდზე ვიხილეთ, ჰამასის სტრატეგია. და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თავად ქრისტოფი ციტირებს, ჰამასთან არის დაკავშირებული. ხო. იცი, ეს ჰამას და ისრაელის უმეტეს მტერს მთელ მსოფლიოში ხელში კოზირებს აძლევს. იცი, მას შემდეგ რაც სტატია გამოქვეყნდა, ის სხვადასხვა სოციალური მედიის ვებგვერდებზე ვრცერდებზე ვრცელდება. ანგარიშებზე, რომელთა უმეტესობა სხვათა შორის ჰამას უკავშირდება. და ნება მომეცი აღნიშნო, დენ, ეს ამბავი ძაღლების გაუპატიურების შესახებ სოციალურ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება. არაბული მედიის უმეტესობამ, წამყვანმა მედიამ და არაბულმა სამყარომ ეს ამბავი არ გააშუქა. მაგრამ ეხლა როცა New York Times-მა ეს გამოაქვეყნა, ყველა ციტირებს New York Times და ამბობენ, ხო იცით, ეს New York Times-ია. თუ ჰამასთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელებს შეხვალთ, ნახავთ, რომ ეს ამბავი ნომერ პირველი თემა. თუ პალესტინის ისლამურ ჯიჰადს შეხედავთ, თუ ყველა ანტიისრაელურ ელემენტს არაბულ სამყაროში შეხედავთ. ეს გამოიყენება ისრაელის წინააღმდეგ სიძულვილის გასავრცელებლად, ისრაელის დელეგიტიმაციისა და ებრაელების დემონიზაციისთვის. ეს არის ისრაელის დელეგიტიმაციისა და დემონიზაციის კამპანიის ნაწილი. ეს არის მერვე ფრონტი. ომი არ მიმდინარეობს მხოლოდ ირანში, იემენში, ლიბანში, ღაზაში და სხვაგან. ის ასევე მიმდინარეობს მედიაში. ამაში ეჭვი არ არის. ომი ასევე მიმდინარეობს უნივერსიტეტების კამპუსებშიც. და ეს გახდება მთავარი ბრალდება ისრაელის წინააღმდეგ კოლეჯების კამპუსებში, რადგან დაუპატიურება დიდი პრობლემაა. ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთ კოლეჯის კამპუსში არსებობს ეგრეთ წოდებულ გაუპატიურების კულტურა, სადაც ახალგაზრდა კაცები სარგებლობენ ქალებით, ათრობენ, აძინებენ, აძლევენ ნარკოტიკებს. და მე ვიმედოვნებდი, რომ ნიკოლას ქრისტოფი ამ საკითხს დააკვირდებოდა, რადგან ეს მისთვის ძალიან ახლო თემაა. მაგრამ ქრისტოფი გადაწყვეტს ამ საკითხებს არ დააკვირდეს. ამის ნაცვლად ის ასახავს იმ ერთ ქვეყანას, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტი გააკეთა ციხეში ძალადობის შემთხვევებთან გასამკლავებლად. დაიმახსოვრეთ, სოფლიოში ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ციხეებში ძალადობის შემთხვევები ხდება. შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაში ამის შესახებ ანგარიშები არსებობს. ციხის მცველები მართლაც ძალადობენ პატიმრებზე. ეს ჩვენთვის ცნობილია, შეერთებულ შტატებში ცნობილი შემთხვევაც იყო, სადაც იყო რექტალური გაუპატიურება. ასე რომ, კითხვა არ არის, ხდება თუ არა ასეთი რამეები, რა თქმა უნდა ხდება. და რა თქმა უნდა, ისინი ხდება განსაკუთრებით ომის დროს და ისეთი შემთხვევის შემდეგ, როგორიც იყო 7 ოქტომბერი, კითხვა ისაა, რა საკეთებს ქვეყანა ამის შესახებ. და ისრაელმა ამ საკითხის მოსაგვარებლად და ზოგიერთი პირის წინააღმდეგ ზომების მისაღებად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. მაგრამ ეს არ გაშუქებულა. გაშუქდა მხოლოდ ის, რაც წლებია სოციალურ მედიაში მეორდება. და რაც მე მინახავს და სხვებსაც უნახავთ, არის ის, რომ ჰამასის აქტივისტები იგონებენ ისტორიებს და შემდეგ პარალელებს ავლებენ. ისინი ყველას აიძულებენ ერთი და იგივე ამბავი მოყვეს. და ეს ამბავი ხალხს სანდოობას იძენს გამეორების გზით. სიმართლე ისაა, რომ როცა ამბები ისევ და ისევ მეორდება გარკვეული პარალელიზმით, ეს ჩვეულებრივ საკმაოდ კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი მოგონილია.
ეხლა საჭიროა მართლაც კარგი საგამოძიებო ჟურნალისტი, მაგალითად Wall Street Journal-იდან, ან სხვა უფრო სანდო გაზეთიდან. ქრისტოფის შესწავლა და მისი წარსულის, მისი თხუილების, ისტორიისა და თხუილების დაფარვის შესწავლა. გულისხმობ იმას, რომ მას დაუფარავს თხუილები, გაუპატიურებები, სექსუალური კულტურა და გაუპატიურების კულტურა მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანების, მისთვის ახლობელი ინსტიტუტებისა და მისთვის ახლობელი ქვეყნების მხრიდან. ამიტომ დადგა დრო მხილებითი გამოძიებისთვის, რაც ზოგჯერ უფრო სანდოა, ვიდრე სასამართლო სარჩელი. ეხლა სასამართლო სარჩელები ამაში შეიძლება დაგვეხმაროს, რადგან მტკიცებულებათა გამოთხოვა ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ სასამართლო სარჩელი გადალახავდა უარყოფის ეტაპს და მივიდოდა მტკიცებულებათა გამოთხოვამდე, New York Times-ი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. როდესაც მათი თანამშრომლები, მათი ვეტერანები და მათი ფაქტების შემოწმებლები ჯვარედინი დაკითხვის ქვეშ აღმოჩნდებიან ჩემნაირი ადვოკატების მიერ, ვინ შეძლებს სიმართლის დადგენას? ბოლო რამ, რაც New York Times უნდა, არის ის, რომ ჩვენ მკითხველებმა გავიგოთ, როგორ მუშაობს New York Times-ის შიდა სამზარეულო. რადგან ეს საკმაოდ საზიზღარია და არავის შეჭამდა ამ სოსის. ან გაზეთის ადმინდობასაც არავის გამოიჩენდა. თუ გაიგებდნენ რა ხდება ამ ისტორიების უკან და რატო გადაწყვიტა Times-მა გამოქვეყნების დრო, რატო დაუშვეს წყაროების გარეშე ბრალდებების გავრცელება, სხვა საკითხია, რატო არ ადანაშაულებენ კონკრეტულ პირებს. ისინი ზოგიერთი სავარაუდო მცველის სახელებს იცნობენ და თუ ვინმეს დაასახელებდნენ, ეს პირები სასამართლოში უჩივლებდნენ. მაგრამ ისინი ძალიან ფრთხილად იყვნენ, რომ არც ერთი პირისთვის არ დაედოთ ბრალი. მათ ბრალი წაუყენეს მხოლოდ იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით სარჩელის შეტანა არ შეუძლიათ, რათა თავიდან აიცივონ მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები. პროფესორ დერშოვის, თქვენ 10 წლეულებია, რაც ანტისემიტიზმზე, ებრაელების სიძულვილზე და ებრაული სახელმწიფოს სიძულვილზე წერთ. როდესაც ამ კონკრეტულ საქმეს უყურებთ, რა სახის გავლენასა და ზეგავლენას გრძნობთ? ეს რა გავლენას შეიძლება მოახდენს უკვე მზარდ ანტისემიტიზმის ფენომენზე თვით ნიუ-იორკში, ორკში, აღარაფერს ვამბობ შეერთებული შტატების დანარჩენ ნაწილზე. მოდით ნიუ-იორკი ავიღოთ. მე ბევრ დროს ვატარებ ნიუ-იორკში. ფლორიდაში ვცხოვრობ, მაგრამ ბევრ დროს ვატარებ ნიუ-იორკში. და იმ რაიონში, სადაც ეხლა ვცხოვრობ, კონგრესის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. და ნახევარი ათეული ებრაელი დემოკრატი ერთმანეთს ეჯიბრება, მათ შორის ჯეკ შლოსბერგი, ყოფილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის სულელი შვილიშვილი. ის nepo baby-ის იმიჯით იხლის კენჭს და ის ყველაზე ანტი-ისრაელური კანდიდატია. მაგრამ სხვებიც არიან. ყველა ეს ებრაელი კანდიდატი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ იქნება ყველაზე ანტი-ისრაელური. He Zimmer Russians. Ufini arjim wilida, but you make a correct talk as meldev. Some ირიდისი ებროს ნიუ-იორკის დასავლეთ მხარეს, ასევე ნიუ-იორკის აღმოსავლეთ მხარეს. რაც გაჩვენებთ რა მოხდა. აბა ვინ დაიჯერებს ამას? იქნება ზოგიერთი, ვინც მოუთმენლად დაიჯერებს ამას. ისინი ყველაფერს დაიჯერებენ. დაიჯერებენ, რომ ადამიანები კოსმოსიდან ჩამოვიდნენ და გააუპატიურეს. ისინი ამასაც დაიჯერებენ. ამაში ეჭვი არ არის. და არიან სტუდენტები, რომლებიც ყველაფერს დაიჯერებენ. ნამდვილი შიში ისაა, რომ New York Times-ის საშუალო მკითხველი, არც ებრაელი და არც სიონისტი, ამას წაიკითხავს და ამის შედეგად აზრს შეიცვლის. ის ამბობს, ვაუ, ეს აქამდე არ ვიცოდი. მეგონა ისრაელი ძალიან ცივილიზებული ქვეყანა იყო. ეხლა კი ვკითხულობ ანალური გაუპატიურებების შესახებ. ვკითხულობ ამ ძაღლებზე. ისრაელზე აზრის შეცვლას ვიწყებ. სწორედ ამ ჯგუფზე ვარ ყველაზე მეტად შეშფოთებული და სწორედ ეს ჯგუფი დაიჯერებს ამას, მხოლოდ იმიტომ, რომ New York Times-მა ასე თქვა. მოусმინე, ხავს მეგობრები, ებრაელი მეგობრებიც და სხვებიც. თუ ეს New York Times-ში წერია, ისინი დაიჯერებენ. მათთან საუბრები მაქვს და ისინი New York Times ციტირებენ, ყველაზე აბსურდულ საკითხებზეც კი, რაც კი ოდესმე გსმენია. მაგრამ თუ ეს New York Times-ია ან NPR-ზე, ესენი თითქოს ლიბერალური სათნოებისა და სიმართლის ეტალონებია. ამიტომაცაა ეს ასე სერიოზული. ეს გარკვეულწილად უფრო უარესია, ვიდრე სიონის უხუცესთა პროტოკოლები, რადგან სიონის უხუცესთა პროტოკოლები საბოლოოდ აშკარად გამოაშკარავდა, როგორც ცარისტული ფალსიფიკაცია და შეთქმულება. და იცით ხალხმა შეძლო დაემტკიცებინა, ვინ გააყალბა და ყველაფერი. და ეს ისტორიაში შევიდა, როგორც მაგალითი, იცით დრეფიუსის საქმესთან ერთად. თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანს ცილი დასწამო. სიონის უხუცესთა პროტოკოლებით მათ მთელი საზოგადოება და ხალხის ჯგუფი დაადანაშაულეს. მაგრამ New York Times-ი ამას არ დაქვემდებარებია.
და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა არსებობდეს საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები ქრისტოფზე და იმაზე, რაზე არ უსაუბრია მას, რა დაუმალა და რატომ ირჩევს ამ თემებზე წერას და ყურადღების გამახვილებას. და ეს უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. და იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებენ. მოხარული ვიქნები და ვეხმარო და მივიღო მონაწილეობა ესეთ ნებისმიერ საქმიანობაში, რადგან ჩემთვის, როგორც სიტყვის თავისუფლების მორწმუნისთვის, ცუდ საუბარზე პასუხი ყოველთვის კარგი საუბარი, მეტი საუბარი და არა ცენზურა. ხო, კითხვადენ და პროფესორ დერშოვიცი New York Times-ს აქ ისრაელში ბიურო აქვს და რამდენიმე რეპორტიორი და ჟურნალისტია. რატო არ იყვნენ ისინი ჩართული? ანუ ისინი ახლოს არიან ამ ამბავთან, თუ ეს ამბავი მართლაც არსებობდა. რატო არ გავიდნენ და არ გამოიძიეს? რატო გჭირდება თვინმეს ჩამოყვანა აშშ-ს? რომ თავისი კვლევა ჩაატაროს და კვლევა ბჭყალებში. კარგი, მოდი გავარკვიოთ. მან თავისი კვლევა არ ჩაუტარებია. როგორც ის ამტკიცებს. მაგრამ მან თავისი კვლევა არ ჩაუტარებია. ყურადღებით წაიკითხეს სტატია. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას მისცეს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ესენი იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ცნობილია ანტიისრაელური განწყობებით, ისინი მივიდნენ მასთან და დაარწმუნეს, რომ ეს ისტორია დაეწერა. მე არ მინახავს ორიგინალური კვლევის ისეთი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა ჟურნალისტურ კრიტერიუმებს. მეორე მხრივ, ეს სტატია ალბათ პულიცერის პრემიას მოიგებს, რადგან პულიცერის კომიტეტი სასტიკად არის განწყობილი ისრაელის წინააღმდეგ. პულიცერის მოულოდნელობებს აძლევენ. სულ ახლახან ჟურნალისტს, რომელმაც თითქოს და დააფიქსირა ისრაელის მხრიდან პალესტინელი ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა და სხვა პულიცერის მოულოდნელობები. პულიცერის პრემიის კომიტეტი ძალიან მემარცხენე და ძალიან ანტიისრაელურად განწყობილი გახდა. ასე რომ ეს სტატია პულიცერის მოულოდნელობისთვის წარგენილი იქნება. და ეს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ესეთ ხალბ რეპორტაჟებს. აი რატო უნდა იყოს ეს გამჟრავნებული სწრაფად და სანდოდ იმ ჟურნალისტების მიერ, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჟურნალისტური ეთიკა. უნდა გითხრათ, იცით, მე ბრძელი ცხოვრება მაქვს გავლილი. 87 წლის ვარ. ბევრ პროფესიონალთან მქონია საქმე, ფსიქიატრებთან, ექიმებთან, რაც გინდათ. ყველაზე არაეთიკური ადამიანები, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია ჩემს ცხოვრებაში, ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტები. ყველაზე არაეთიკური დაცხებული New Yorker-ით, 60 Minutes-ით, New York Times-ით. ყველაზე არაეთიკური ადამიანები, ვისაც ოდესმე შევხვედრი ვარ, ჟურნალისტები იყვნენ. და მიზეზი, რატომაც ისინი ესეთ სუდად იქცევიან, არის ის რომ ისინი თითქოს ჟურნალისტური კეთილსინდისიერების პრეტენზიით მოდიან. და რეალური კეთილსინდისიერება იმდენად დაბალია აღქმულ კეთილსინდისიერებასთან შედარებით, რომ ეს ბარიერი ყველაზე დიდია. და სწორედ ამიტომ ჯერა რომ ჟურნალისტები მთლიანობაში ყველაზე არაეთიკური პროფესიონალების ჯგუფია, ვისთანაც ჩემს ხანგრძლივ პროფესიულ საქმიანობაში მქონია შეხება, მე ამას უკვე 65 წელზე მეტია ვაკეთებ. ჟურნალისტები ყველაზე ცუდები იყვნენ და New York Times-ი ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, რადგან მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდია. იცი დენ და პროფესორ დერშოვიც, როგორც ჟურნალისტი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 4 წლეულის განმავლობაში ასობით საერთაშორისო რეპორტიორთან იმუშავია. დამხმარებია აქ არსებული კონფლიქტის გამოვლენაში. და ყოველთვის ამას ვამბობდი. რაც მათ უხებს ისაა, რომ ამ ჟურნალისტების უმეტესობა, ვინც აქ მოდის ან აქ მუშაობს, დილით იღვიძებენ და ეძებენ ნებისმიერ ამბავს, რომელიც ისრაელს უარყოფითად ან ცუდად წარმოაჩენს. ცდილობს შესთავაზო მათ ამბავი ჰამასის, სირიის ან ლიბანის მხრიდან დანაშაულს. ისინი თვალს ხუჭავენ. მათთვის ყველაფერი ისრაელის გაკრიტიკებასა და მის ცუდად წარმოჩენაზეა. ასე ყოველთვის იყო სხვათა შორის, ეს ახალი არ არის. ნახეთ, ორი თავარი სარედაქციო ფიგურიდან მეორე Tom Friedman-ია, რომელიც ლიბანში ობიექტურ ჟურნალისტად დაიწყო და ახლა თავისი კარიერა დაასრულა. ყველას გვინდა რომ ეს მალე დასრულდეს. მან თავისი კარიერა დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტატიით, რაც კი ოდესმე მინახავს. სადაც ამბობს, როგორც ამერიკელი ებრაელი, გახლეჩილი ვარ, გახლეჩილი. იჩილი what Venus. Here იმაში really ერთ უხარეს, თუ ისრაელი და შეერთებული შტატები მეორე მხარეს. ამბობს, გახლეჩილი ვარ. არ მომწონს ირანი, მაგრამ არ მინდა ნეთანიაჰუ და ტრამპი როგორმე გაძლიერდნენ. ასე რომ გახლეჩილია. ეს სუფთა აზრია, სულელური აზრია, უგუნური აზრია.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს აზრია. ესე რომ ეს დაცულია. მაგრამ როცა იწყებ ძაღლების გაუპატიურებებზე რეპორტაჟების გაკეთებას, ეს სრულიად სხვა სიტუაციაა. აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს უნდა გამოჩენილიყო როგორც ჟურნალისტური მასალა და არა როგორც საავტორო სტატია. მაგრამ მაინც New York Times დიდი ისტორია აქვს იმისა, რომ აზრსა და საინფორმაციო გაშუქებას აერთიანებს. Wall Street Journal-ი ამას არ აკეთებს. მათ ანალიზი პირველ გვერდზე არ აქვს. სარედაქციო და საინფორმაციო ნაწილებს შორის მკაცრი გამიჯვუნაა. მათ საავტორო სტატიები აქვს. არის საავტორო სტატიების რედაქტორი, ვისთანაც მუშაობ, რომელიც შესანიშნავია და ძალიან კაცრი. არის სარედაქციო გვერდის რედაქტორი და ასევე არის საინფორმაციო რედაქტორი. და მათ უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთთან ლაპარაკიც კი არ აქვს, ნებადართული ან ერთად მუშაობა. სრული მკაცრი გამიჯვნა, მაგრამ არა New York Times-ში. New York Times-ი აზრსა და რეპორტაჟს აერთიანებს. და ეს ნიშნავს, რომ რეპორტაჟი ხშირად, როგორც ამ შემთხვევაში, აზრის გავლენით სრულიად მახინჯდება. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ეს არის სიონის უხუცესთა პროტოკოლები. ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, რაც მე მინახავს თანამედროვე რეპორტაჟებში, რადგან ის თითქოს ფაქტებზეა დაფუძნებული და ფაქტები მცდარია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტების სიცრუის გამოვლენა. ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი იდეალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ციხეებში დარღვევები არ ხდება. ხდება. სხვადასხვა, თუ მე ვიქნებოდი ადამიანი, რომელსაც პალესტინურ ციხეებში დარღვევები აღელვებს, ქრისტობზე ძალიან გაუბრაზდებოდი, რადგან ნამდვილი დარღვევების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს გავს იმ ქალებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გააუპატიურეს, როცა იმ ადამიანს არც კი შეხვედრიან და უბრალოდ ფულის გამო აკეთებენ ამას. ეს გაუპატიურების რეალურ მსხვერპლებს აზიანებს. და ამ შემთხვევაში ნამდვილი მსხვერპლები, რაოდენიც ცოტანიც არ უნდა იყვნენ, ციხის ცალკეული მცველების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არიან. ჩვენ საუბრობთ 19, 20, 21 წლის ახალგაზრდებზე. ზოგი ებრაელია, ზოგი არა, ზოგი სხვა ჯგუფებს ეკუთვნის. თუ ვინმემ ეს საქმეები ჩაიდინა, პასუხი უნდა ააგოს. და ისრაელი საკმაოდ კარგად ახერხებს ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ ესეთი ტიპის რეპორტაჟი საბოლოოდ იმდენად არასანდო აღმოჩნდება, რომ ალბათ ზიანს მიაყენებს იმ რამდენიმე რეალურ ძალადობის შემთხვევას. პროფესორ დერშოვიც, არსებობს რაიმე ზომები, რომლებიც შეიძლება მიიღონ ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაგალითად ევროპაში არსებული ეგრეთ წოდებული კვლევითი ცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც ჰამას უკავშირდება და ამ ისტორიების უკან დგანა. მაგალითად, ევრომედი. დიახ, ევრომედი. გულისხმობ შეხედეთ სახელს ევრომედი, რომელიც ჟენევაშია დაფუძნებული. ეს ქმნის თავბეჭდილებას, რომ ეს რაღაცა ევროპულია. შეხედეთ ექიმების საზღვრებს გარეშეს, რომელიც ჰამასის ფრონტად იქცა და მათ მაინც ძალიან სანდოდ მიიჩნევენ. გულისხმობ, სწორედ ამას უნდა აკეთებდეს კარგი რეპორტაჟი. ეს ისა, რაც ჯერუსალემ, ოსტმა და სხვა გაზეთებმა ისრაელში უნდა აკეთონ და სხვა გაზეთებმა შეერთებულ შტატებში უნდა აკეთონ და კანადაში და ინგლისში უნდა გამოავლინონ ეს თაღლითური ორგანიზაციები ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან ხშირად უბრალოდ ჰამასის ფრონტებად. ან სუმცირე ორმაგი სტანდარტის მქონე ადამიანები სრულიად განსხვავებულ სტანდარტს იყენებენ ისრაელის მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების გაშუქებისას. ამიტომ კიდევ ერთხელ, ცუდ სიტყვას კარგი სიტყვა უნდა უპასუხო. და უფიქრობ, რაც გჭირდება, არის უფრო აქტიური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, წყაროების შესწავლა, ქრისტოფის შესწავლა, იმის დადგენა, რას მალავდა ის. და მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სიამოვნებით მივაცვდი იმ ადამიანებს, ვინც ამ თემაზე მუშაობს, იმ ამბებზე, რაც ქრისტოფს შეეძლო გაეშუქებინა, მაგრამ არ გააშუქა. და ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის ამბები, რომლებსაც ის აშუქებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მათ ძალიან არაზუსტად აშუქებს. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ New York Times-ი, რომელმაც ამდენი საჩივარი მიიღო, ჩაატარებს საკუთარ შიდა გამოძიებას და გაარკვევს, რატომ ამ ყველაფრის დროის შერჩევა. B, რატომ, როგორც თქვენ ამბობთ, ადამიანები, როგორიცაა კირშნერი, რომლებიც ისრაელში მუშაობენ ჟურნალისტებად, არ არიან ამ ამბის ნაწილი. ის იყო ამ ამბის ნაწილი, რომელიც იმდენ ყურადღებას ვერ მიიპყრო, ნაწილი იმ ნამდვილი გამოძიებისა, რომელიც ჩატარდა. მან ეს ამბავი New York Times-ისთვის დაწერა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მას ამ ამბავთან ბევრი კავშირი არ ჰქონდა. ასე რომ თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ეს უნდა გაეკეთებინათ ჟურნალისტებს, პროფესიონალ ჟურნალისტებს. ქრისტოფი ჟურნალისტი არ არის. ის არის მოსაზრებების ანალიტიკოსი, მაგრამ წერს ისე, თითქოს რეპორტაჟს აკეთებდეს.
ეს კიდევ ერთი სახის მოტყუებაა. და საბოლოო ჯამში ხალხს ორი რამ ახსოვს: სათაური და New York Times-ი. ეს არის ყველაფერი. New York Times-ი მას ცრუ სანდოობას ანიჭებს. და სწორედ ამიტომ New York Times-ი უნდა დაექვემდებაროს საკუთარ სტანდარტებს რეპორტაჟისას უკეთეს სტანდარტებს. მაგრამ ნახეთ, მოდით უბრალოდ ზოგადად გავიგოთ, რომ New York Times-მა დაკარგა თავისი სანდოობა. საერთოდ ჰქონდა კი მას სანდოობა. იცით, მან პულიცერის პრემია მოიგო იმისთვის, რომ სტალინი 1930-იან წლებში კარგად წარმოაჩინა. და შემდეგ გაირკვა, რომ ის, ვინც ამ რეპორტაჟს აკეთებდა, სტალინის ხელფასზე იყო. New York Times-ი, New York Times-ი, ჩვენ სხვა მსგავსი ისტორიებიც გვინახავს. ესე რომ New York Times სერიოზული სანდოობის პრობლემა აქვს. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ისტორია, რაც კი ოდესმე გამოუქვეყნებია New York Times. და ზუსტად ისე, როგორც თქვენ სწორად თქვით დასაწყისში, იმიტომ რომ თითქოს რეპორტაჟია ამბობს, რას ამბობენ ადამიანები, ამას აშუქებს და შემდეგ ამას აზრის კონტექსტში სვამს. იმისთვის, რომ დაიცვას ეს მასალა, იმ ჩვეულებრივი წესებისგან, რომელსაც ჟურნალისტები ექვემდებარებიან მაშინ, როცა ციტირებენ ცხაროს დარეშე, Professor Dershowitz თუ ფიქრობთ, რომ არსებობს ისრაელის გაზეთები, მაგალითად Jerusalem Post-ი, JNS და Idiota Chronouts აქვს ინგლისური ვერსია, ან Ynet-ს, როგორც ეძახიან, აქვს ინგლისური ვერსია. თუ ისინი გააკეთებდნენ დამოუკიდებელ საგამოძიებო მასალას, რადგან მათ აქვთ ყველა წყარო, ნამდვილი წყაროები ციხის სისტემაში, შაბაკში, საგამოძიებო წრეებში, დასახლებებში მცხემ ცხოვრებთა თემში. გულისხმობ იმას, რომ ამ სტატიაში ბრალი წაუყენეს იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ ებრაელებს, თითქოს ისინი ამ გაუპატიურების კულტურის, ამ სისტემური სექსუალური წამების ფენომენის ნაწილი არიან. მას იქნებოდა თუ არა სასარგებლო საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ადგილობრივ მედიას ჩაეტარებინა სიღრმისეული, სერიოზული საგამოძიებო მასალა და გამოაეშკარავებინა ეს პროპაგანდისტული ფენომენები. დიახ, მაგრამ აუცილებელია მკაცრი ჟურნალისტური კრიტერიუმების დაცვა, თუ შესაძლებელია წყაროების დასახელება და სანდოობის უზრუნველყოფა. გულისხმობ, ამ სტატიის საინტერესო ან ყველაზე ცუდი მხარე ისაა, რომ ავტორი, ეს შეუწყნარებელი ადამიანი, ფაქტობრივად ადარებს ჰამასის ქმედებებს ამ ბრალდებებს. და, რა თქმა უნდა, ჰამასის შემთხვევაში მათ თვითონვე გადაიღეს ვიდეო. არსებობს სანდო მტკიცებულებები, მათი დიდი ნაწილი ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. და ამის შედარება ანონიმურ წყაროებთან, ან ერთ დასახელებულ წყაროსთან, რომელსაც სერიოზული სანდოობის პრობლემები აქვს, ჟურნალისტური სიზუსტის შედარების იდეა ერთი საკითხის მეორესთან ისეთივე ცრუ და ბოროტი ქმედებაა, როგორიც თავად ეს ანგარიშია. და ბოლოს, პროფესორ Dershowitz, ერთი უფრო ფართო შეკითხვა. ისრაელი ახლა გლობალური თავდასხმის ქვეშაა. განსაკუთრებით დრამატულად 7 ოქტომბრის შემოსევის, მასობრივი მკვლელობის, გაუპატიურების, წამებისა და ისრაელელებისა და ამერიკელების გატაცების შემდეგ. შეიძლება ვთქვა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს კიდევ 15 სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ მათ შორის. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ისრაელში მნიშვნელოვანი დისკუსია იმაზე, თუ რას შეიძლება გააკეთოს ისრაელმა ამ გლობალური თავდასხმის შეჩერებისათვის? რას ფიქრობთ ამ საკითხზე? პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ჰამასის ყველაზე წარმატებული თავდასხმა ისრაელზე მოხდა 7 ოქტომბერს, რადგან შეიცვალა დინამიკა, შეიცვალა რიტორიკა და მსოფლიო აჯილდოებს გაუპატიურებას, მსოფლიო აჯილდოებს მკვლელობას, მსოფლიო აშუქებს მასაკს. უნივერსიტეტები, პროფესორები ამას აჯილდოებენ და გზავნილს აგზავნიან. გააკეთეთ ეს კიდევ ერთხელ. გააკეთეთ ეს კიდევ ერთხელ. თუ გსურთ შეცვალოთ საზოგადოებრივი აზრი, გააუპატიურეთ, მოკალით, თავი მოჭერით, ბავშვებზე იძალადეთ, შვებზე იძალადეთ. და მერე, იცით, შეიძლება მსოფლიო ცოტაოდენ ყურადღებას მოგაქცევ. იცით, მე ვწევდი წიგნების სერიას, რომელსაც უფასოდ ვავრცელებდი კოლეჯების კამპუსებზე. პირველი იყო ისრაელის 10 დიდი ტყუილი და როგორ გავაქარწმოთ ისინი. მაგრამ მაქვს ერთი, რომელსაც ახლახან დავარქვი, ებრაული სისხლი აღარ არის იაფი. და მე ყვები ამ ისტორიას. იმაზე, რაც მოხდა 7 ოქტომბერს და რაც მოხდა 8 ოქტომბერს, რაც ბევრ მხრივ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე 7 ოქტომბრის საშინელი ტრაგედია. მოусმინეთ, პირველი წესი, რომელსაც ისრაელმა უნდა დაემორჩილოს, და ეს პირდაპირ არ პასუხობს თქვენს კითხვას, მაგრამ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ისრაელმა არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესწიროს
თავისი სამხედრო უსაფრთხოება ხოება კარგი საზოგადოებრივი ურთიერთობების სურვილს. მან ყოველთვის სამხედრო უსაფრთხოება უნდა დააყენოს პირველ ადგილზე. მან უნდა დაიცვას თავისი ხალხი, მან უნდა შეუტიოს ირანს, მან უნდა ეცადოს რეჟიმის შეცვლას. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც ეხლა აკეთებს, მათ შორის ისიც, რასაც შეერთებული შტატები ეხლა უშლის ხელს. ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი, რადგან ეს მუშაობს. მაშინ, როცა ისრაელის არც ერთი ქმედება ვერ იმუშავებს აკადემიურ წრეებში, აზრის შეცვლაში. გავიხსენოთ, ვინ მოიყვანა ნაცისტები ხელისუფლებაში. მიუნხენის უნივერსიტეტის, ბერლინის უნივერსიტეტის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სტუდენტები. ვინ მოიყვანა სტალინის ხელისუფლებაში? სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტისა და მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტები. ვინ მოიყვანა კასტრო ხელისუფლებაში? კუბისა და სხვა ადგილების უნივერსიტეტების სტუდენტები. ვინ მოიყვანა პოლ პოტი ხელისუფლებაში? სტუდენტები არიან ისინი, ვინც ტირანებს ხელისუფლებაში მოჰყავს. და სტუდენტები ხშირად ასახავენ ქვეყნის მომავალს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მომავალი ისრაელის მიმართ გაუარესდება და არა გაუმჯობესდება. და არის ცდუნება, რომ ეს შეიცვალოს ისრაელის ქცევის შეცვლით. ეს არის დიდი შეცდომა. და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ამას კარგად ხვდება. ის ხვდება, რომ პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა არ არის მის შესახებ დადებითი სტატიების გამოქვეყნება New York Times-ში. არამედ ის, რომ უზრუნველყოს ირანს არ ქონდეს შესაძლებლობა გაანადგუროს ისრაელი ბირთვული იარაღით, რაკეტებით და სხვა სახის სამხედრო მოქმედებებით. ამიტომ ვფიქრობ, პრიორიტეტები სწორად უნდა განისაზღვროს და ისრაელი ძალიან კარგად ართმევს თავს ამ პრიორიტეტებს. შეუძლია თუ არა ისრაელს უკეთესად გააკეთოს ეს? დიახ. ხშირად მიფიქრია მაგალითად, რომ Hasbara პრემიერ-მინისტრის ოფისიდან პრეზიდენტის ოფისში უნდა გადავიდეს. რადგან Hasbara უნდა გაკეთდეს მთელი ისრაელის სახელით და არა მხოლოდ იმ მთავრობის სახელით, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია. ვფიქრობ, კიდევ ბევრი სხვა რამ შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ მინდა დავწმუნდე, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს. Hashem osli amoidain. ერთადერთი გზა, რომ ებრაელებს ოდესმე კონდეთ შალომი, არის უპირატესი სამხედრო ძალის საშუალებით. ეს არის საუკეთესო პასუხი New York Times-ისთვის. ნება მივცეთ ისრაელს გააგრძელოს გამარჯვება სამხედრო ბრძოლაში, ხოლო სხვები, როგორც მე და შენ, გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რომ ისრაელს დავეხმაროთ საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 7 ოქტომბერს ვისწავლეთ, არის ის, რომ ისრაელმა არ უნდა აჩვენოს სისუსტე, მან უნდა აჩვენოს ძალა. როცა ისრაელი აჩვენებს სისუსტეს, როგორც ეს მოხდა 7 ოქტომბერს, მსოფლიოს მოძალადეები შემოერთმებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ დააზიანონ მისი ავტორიტეტი. ასე რომ იყავით ძლიერი, ეს არის მთავარი საკითხი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სპეციალური სტუმარი იყავით გადაცემაში Our Middle East. როგორც ყოველთვის ეს ძალიან შემეცნებითი იყო, პროფესორ დერშოვიც. და უბრალოდ ვიტყვი, მახსოვს, როცა ჰარვარდის კოლეჯში უფროსი კურსის სტუდენტი ვიყავი 1984 წელს, თქვენ ჩემი მასწავლებელი იყავით. როცა იმ დროს შავკანია სტუდენტთა ასოციაციაში და იურიდიულ სკოლაში მიგვიყვანეთ, სადაც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია იყო მოწვეული და თქვენ ებრაელი სტუდენტები გარეთ გაგვიყვანეთ. ეს იყო ჩემი პირველი დემონსტრაცია. თქვენ ჩვენი ლიდერი იყავით და ასე აგრძელებთ დღესაც. 1964 წლიდან, როცა ჰარვარდში მივედი, ანტისემიტიზმს ვებრძვი. იბროიდან, როცა ებრაელი ვერ დახდებოდა არც ერთი კოლეჯის დეკანი ან უნივერსიტეტის პრეზიდენტი. მაგრამ უნდა გითხრათ, ანტისემიტიზმი დღეს ბევრად უარესია, ვიდრე 1964 წელს იყო. როცა იქ მივედი, 64-ში სულ მცირე სტუდენტების დაახლოებით 18% ებრაელი იყო. ეხლა ეს იმ კვოტაზე დაბალია, რომელიც პრეზიდენტმა ლოუელმა დააწესა. დღეს ეს 6%-ია. ჩვენ არ ვიცით. ეს 6%-ისა და 9% შორისაა, მაგრამ ბევრად დაბალია, ვიდრე 23%. და ეს ხდება მერიტოკრატიის დასასრულის გამო, რადგან უნივერსიტეტებმა მერიტოკრატია მედიოკრატიით ჩაანაცვლეს. Harvard-ის უნივერსიტეტი დღეს საშუალო დონის უნივერსიტეტია. მე არ ვსაუბრობ მეცნიერებებზე. მე არ ვსაუბრობ დაავადებების მკურნალობაზე. მე ვსაუბრობ სოციალურ მეცნიერებებზე, სამართალზე. ისტორია, ლიტერატურა, ხო. დისციპლინები გახდა Harvard-ი გახდა ადგილი ნამდვილი საშუალოობის. მიუხედავად იმისა, რომ ხავს შესანიშნავი პრეზიდენტი და რამდენიმე შესანიშნავი დეკანი, მაგრამ პროფესურას ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვს და ზედმეტად მემარცხენეა. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია უცხოურ დაფინანსებაზე. 10 მილიარდებში. ხო.
კარგი, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ ისრაელისთვის ყველაზე მთავარი არის ჰაშემოსი. იყავით ძლიერები. დარწმუნდით, რომ ღმერთის გეგმა მშვიდობის შექმნა ძალის მეშვეობით და არა სისუსტის გზით. ჩვენ ვისწავლეთ, რა ფასიც აქვს მშვიდობას სისუსტით შოაჰის დროს. ჩვენ ამას აღარასოდეს გავიმეორებთ. დიახ. ისრაელის არმიამ და ისრაელის არმიამ საზღვარგარეთ უნდა შეინარჩუნოს ძალა, ეკონომიკური ძალა, პოლიტიკური ძალა, ყველა სახის ძალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამხედრო ძალა. ძალიან. ეს ასევე ვისწავლეთ ოსლოს წარუმატებელი შეთანხმებების დროს, რომ დათმობა იწვევს უფრო მეტ ძალადობას, განსხვავებით იმიდან, რაც ისრაელში მოხდა მეორე ინტიფადის შემდეგ, როდესაც ცვლილება მოხდა. და შემდეგ, 7 ოქტომბრის შემდეგ, ეხლა მთელი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შეიცვალა პრევენციისკენ და აღარ არის მხოლოდ შეკავებასა და ადრეულ გაფრთხილებაზე ორიენტირებული. იმედია ისრაელი მთავრობა პრემიერ-მინისტრი გისმენთ და გააგრძელებს უფრო აქტიურ ინიციატივას ტერორის, ძალადობისა და დივერსიის პრევენციაში, ვიდრე მხოლოდ მათი შეკავების მცდელობას. პრემიერ-მინისტრი ამას კარგად იცის და ის წლებია, რაც ტერორის პრევენციაზე მუშაობს, რაც მე მას ვიცნობ, 1970 წლიდან ასე შორს მიდის ჩვენი ნაცნობობა. Wow. ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იყო მაშინ, როცა თქვენ პროფესორი იყავით. მე ახალგაზრდა ასისტენტ პროფესორი ვიყავი, ის კი სტუდენტი იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ჩვენ ერთად ვიყავით გადაცემაში, რომელსაც ერქვა The Advocates PBS-ზე. და სწორედ მაშინ შევხვდით ერთმანეთს, 1970 წლის გაზაფხულზე. მას შემდეგ ახლო მეგობრები ვართ. ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ის ამბობს და აკეთებს. არის ასეთი ისრაელი, არის ასეთი ებრაელი. იცით, ორი ებრაელი, სამი აზრი. ამიტომ გვაქვს უფლება ვიყოთ კონსტრუქციულად კრიტიკულები. მეორე მხრივ, სრულად ვეთანხმებით, რომ ძლიერი ისრაელი არის ისრაელი, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს მშვიდობის მიღწევისთვის. აბსოლუტურად და ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენ შეხედულებებს. როგორც ყოველთვის, პროფესორ ალან დერშოვიც, ჰარვარდის სამართლის სკოლის ემერიტუს პროფესორს და ავტორს, ვფიქრობ ამ ეტაპზე უკვე 60-მდე წიგნი ექნება დაწერილი თუ არ ვცდები. ან 64. ახალი წიგნი გამოდის 4 ივლისს, სახელწოდებიდებით დამფუძნებელი მამები და ერთი ებრაელი დედა. ის ადარებს ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს, ისრაელის ბენ გურიონსა და გოლდა მეიერს, რომელიც არის ებრაელი დედა. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრმა ბენ გურიონმა თავისი ადმინისტრაციის დასაწყისში კაბინეტს შეხედა. ერთადერთ ქალს კაბინეტში, გოლდა მეიერს, შეხედა და თქვა: ამ კაბინეტში მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც აქვს კვერცხები და მიუთითა მასზე. კვერცხები აქ ერთდროულად სიმამაცესაც ნიშნავს და ქალზე პირდაპირ მნიშვნელობითაც მიანიშნებს. აქ ორმაგი მნიშვნელობა. მაგრამ ბენ-გურიონისა და გოლდა მეირის იდეა, რომ მშვიდობა ძალის მეშვეობით მიიღწევა, ბოლო თითქმის 80 წლის განმავლობაში ისრაელის წარმატების საფუძველი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. ხალედ აბუტაუმე და პროფესორი ალან დერშოვიცი, ხალედ აბუტაუმე რა განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტისგან ამერიკული იურისპრუდენციაში, ცილისწამებასა და ანტისემიტიზმში, განსაკუთრებით აქ, Our Middle East-ში. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ დასავლეთს ახლო აღმოსავლეთი უკეთ გავაგებინოთ მისივე პერსპექტივიდან. და პროფესორი დერშოვიცი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლელადაც, რადგან აქ მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და არა მხოლოდ დასავლეთში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კულტურებს შორის ხიდის გიდის გადებას. მე მანეტენის შუაგულში ვცხოვრობ და არც აპერ ვესტ-საიდზე ვცხოვრობ, არც აპერ ისტ-საიდზე. მე ახლო აღმოსავლეთში ვცხოვრობ. მე ის-საიდის შუაგულში ვცხოვრობ. სორია, იმედია რომ შემხვდები და შენს წიგნს მომცემ, როცა მომდევნო 2 კვირაში ამერიკაში, ნიუ-იორკში ჩამოვალ. ფანტასტიკურად ჟღერს. რას ფიქრობ, ანა? ერთ-ერთი რამ, რასაც ოსლოს შეთანხმებების შემდეგ გვამბობ, არის ის, რომ ისრაელის დათმობები, კომპრომისები და ჟესტები სამწუხაროდ სისუსტის ნიშნებად აღიქმება. და ეს კიდე უფრო მეტ ძალადობას იწვევს. თქვენ გამოდიხართ ღაზადა. ეს აღიქმება როგორც სისუსტის ნიშანი და არა როგორც მშვიდობის სურვილი. თქვენ მოჰყავთ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში. ეს აღიქმება როგორც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის გამარჯვება და ისრაელის სისუსტის ნიშანი. და ეს არ შეცვლილა. ეს ციკლია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ ამას ვაკვირდებით. და ისეთი ამბები, როგორიც ეხლახან გამოქვეყნდა New York Times-ში, რეალურად ხელს აძლევს მშვიდობის მოწინააღმდეგეებსა და ექსტრემისტებს, პალესტინისტებს, პალესტინურ მხარეს.
ეს ასუსტებს არაბულ სამყაროში ზომიერებს, რომლებიც იცავენ ისრაელთა მშვიდობას, რომლებიც ცდილობენ ისრაელთა მშვიდობის მხარდაჭერას. რადგან ეს ამბავი გამოყენებული იქნება იმის გასამართლებლად, თუ რატო უნდა განადგურდეს ისრაელი. და ეს ძალიან სერიოზული. და ხედავ როგორ აშუქებს ამას არაბული მედია და ყველა ამბობს, ყველა ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს New York Times-ია. ეს არ გამოსულა არაბული ინსტიტუციიდან. ეს არ გამოსულა არაბული სამყაროს მედია საშუალებით. ამიტომაც New York Times-ის სახელი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტის გამო, მაგრამ ეს გრძელვადიანი ზიანია. ეს უზარმაზარი აფეთქება, ესე უწოდებ. ეს მიწის ძვრა. ეს ბირთვული აფეთქება. ეს უზარმაზარი აფეთქება. ის დიდ ზიანს ატენებს ახლო აღმოსავლეთში. ეს ამხნევებს და აძლიერებს რადიკალებს არაბულ სამყაროში, ჯიჰადისტურ ჯგუფებს და ყველას, ვისაც მშვიდობა არ სურს. ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, როგორ შეძლებს საუდის არაბეთი მაგალითად ნორმალიზაციას, როცა ესეთი ამბავი ვრცელდება სოციალურ მედიასა და არაბულ სამყაროში. დღის ბოლოს, როგორც თქვი, ხალხს ორი რამ ახსოვს. სათაური და New York Times. ხო, ესე რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი აგრესიული ბრენდინგი და აქტიური წარმოჩენა. შენ და მე წლებია ამაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, როგორც პროფესორმა დერშოვიცმა აღნიშნა, ეს კონკრეტული საქმე სამართლებრივად საჩივრის საფუძველს იძლევა თუ არა. ჩვენ გვესმის, რომ შეერთებულ შტატებში ასე არ არის. თუმცა, სარჩელის შეტანის საბაბი ნამდვილად შეიძლება იქცეს ერთგვარ იარაღად შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ბრძოლაში. და როგორც პროფესორმა დერშოვიცმა თქვა, ეს საკითხი საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში უნდა გადავიტანოთ. ვაკნინოთ ისინი, ვინც ამაში მონაწილეობს და ვაკნინოთ ეს რეპორტაჟი. ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისთვის მიმდინარეობს. და სწორედ აქ უნდა იყოს ყურადღების ცენტრი. სწორედ აქ უნდა იყოს ყურადღების ცენტრი და აქ უნდა იყოს ისრაელის ყურადღებაც. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბრძოლაში გამარჯვება, როგორც პროფესორმა დერშოვიცმა თქვა, პირველ ადგილზეა, აბსოლუტურად. მშვიდობა ძალის მეშვეობით. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროგრამა ძალის მეშვეობით არის დაპროგრამებული. აბსოლუტურად. ახლო აღმოსავლეთში. სხვათა შორის ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ენასაც ვიგებთ. ძალიან ვაფასებ ამას. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო დერშოვიც.